ინტერნეტის ხელმისაწვდომობის და სისწრაფის ზრდის ფონზე შეიქმნა შთაბეჭდილება თითქოს თამაშების ინდუსტრიის მომავალი ეს დისტანციური cloud gaming-ია. ვინც არ იცით, მოგახსენებთ, cloud gaming-ი ეს არის დისტანციური თამაშის მეთოდით, როდესაც თქვენ ამისთვის არ გჭირდებათ კონკრეტული მოწყობილობა, PlayStation-ი, Xbox-ი, Nintendo ან პერსონალური კომპიუტერი. ერთადერთი რაც გჭირდებათ ეს არის მოწყობილობა, რომელზეც შეგიძლიათ აპლიკაციის ან ბრაუზერის გახსნა, სწრაფი ინტერნეტი, სამწუხაროდ კრიტიკული მომენტია და მინიმალური ჯოისტიკი თამაშისთვის. თამაში ირთვება შორეულ სერვერზე, ხოლო თქვენ ღებულობთ და მართავთ გამოსახულებას ეკრანზე. ფაქტიურად იხდით მხოლოდ ინტერნეტის ფულს და მცირე თვიურ გადასახადს ამ სერვისის გამოყენების შესაძლებლობისთვის. თუ არ შეიძლება ამის რეალიზაცია და იდეალამდე მიყვანა, რა არის ამაში პრობლემატური? როგორც აღმოჩნდა ყველაფერი. მოდით ერთად გავერკვიოთ ამაში. დავიწყოთ იქიდან ვინ შექმნა პირველი cloud სერვისები, რა იყო მათი გარდაუვალი დახურვის მიზეზი, რას თავაზობდნენ მომხმარებლებს და ბოლოს გავცეთ პასუხი კითხვას, არის თუ არა ეს რეალურად თამაშების მომავალი. ეს როგორც ყოველთვის რეტრო დილეტანტია. მოთავსეთ კომფორტულად და დავიწყეთ. გაგიკვირდებათ და პირველი მცდელობა ეკუთვნის კომპანია G Clusters. 2000 წელს i3-ის გამოფენაზე აჩვენეს როგორ გადმოსცემდნენ თამაშებს სერვერებიდან პირდაპირ ტელევიზორზე ან სუსტ მოწყობილობებზე. ინტერნეტი მაშინ ძლივს სუნთქავდა, მაგრამ იდეა ნამდვილად ფანტასტიკური იყო. 2003 წელს ისინი იაპონიაში გაეშვნენ. თამაშები ტელევიზორის კაბელური ქსელით გადადიოდა. ეს იყო GeForce-ის, PS Now-ის, Xbox Cloud Gaming-ის და სხვა cloud სერვისების ბაბუა, რომლის გარეშე დღეს ვერ ვითამაშებდით მაგარ ძლიერ გრაფიკულ თამაშებს კომპიუტერების გარეშე. ეს იყო cloud gaming-ის პირველი ნაბიჯი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ტექნოლოგიებს. დეგი მცდელობა ეკუთვნით Steve Ballmer's კომპანია OnLives. ეს იყო სერვისი, რომელმაც 2009 წელს გეიმინგის სამყარო შეცვალა. მოიდგინეთ, ინტერნეტი ჯერ კიდევ ნელია, ძლიერი კომპიუტერი ძვირი ღირს და ამ დროს OnLive ამბობს: თამაში სერვერებზე გაუშვათ. თქვენ კი უბრალოდ ისიამოვნებთ. 2009 წელს იმავე i3-ზე მათ აჩვენეს, როგორ მუშაობს AAA თამაშები, მაგალითად Assassin's Creed 2 სუსტ კომპიუტერზე ან სპეციალურ მინიატურულ კონსოლზე. აი, კიდევ Ubisoft-ი, მართლად რასაც ვერ დაუკარგავ, ეს არის ის, რომ ყოველთვის ტექნოლოგიების კვალდაკვალ მიდიან. აი, ბებია თქვენის კარდიო აპარატზეც კი გამოუშვებდა მის ასასინებს ამის შესაძლებლობა რო ჰქონდეს. რაც რეალურად მისაბაძი უნდა იყოს ყველა წარმოებლისთვის, გულისხმობ მულტიპლატფორმურობას. ეს არის ის რეალური მომავალი, რომლისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. სერვისი 2010 წელს გაეშვა. თქვენ უბრალოდ ყიდულობდით თამაშს ან იხდით სერვისის საფასურს, ხოლო OnLive-ის სერვერები ასრულებდნენ მთელს მძიმე სამუშაოს. ყველაფერი ბრაუზერში ან მათ მოწყობილობაზე მუშაობდა. გენიალურია, არა? მაგრამ იყო პრობლემებიც. ინტერნეტის სიჩქარე ყველასთვის არ იყო საკმარისი. იყო დაგვიანება, ეგრეთ წოდებული input lag-ი, ხოლო სერვერების მოვლა ძვირიჯდებოდა. input lag-ი ეს არის შეფერხება ღირაკის დაწოლასა და ეკრანზე ასახულ გამოსახულების უკუკავშირს შორის. ამის დამარცხება დღესაც კი შეუძლებელია და 2010 წელზე რა უნდა ვთქვათ. 2012 წელს OnLive-მა ფინანსური კატასტროფა განიცადა. გაყიდა თავისი აქტივები, მაგრამ მაინც განაგრძო მუშაობა. საბოლოოდ 2015 წელს Sony იყიდა ისინი და მათი ტექნოლოგია თავისი PlayStation Now-ისთვის და OnLive დახურა. OnLive იყო ნამდვილი პიონერი ამ cloud gaming-ში. მან აჩვენა, რომ ასე თამაში შესაძლებელია და გაუხსნა კარი სხვა მწარმოებლებსაც. მან აჩვენა, რომ ეს მომგებიანია. ასეთია მაგალითად GeForce Now, Google Stadia და თანამედროვე cloud სერვისები. Cloud gaming-ის პრობლემები მასიურ ხასიათს ატარებს და მემკვიდრეობით გადადის მწარმოებლიდან მწარმოებლამდე. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, Google, Sony, Microsoft, Nvidia, თუ სერვერიდან შორს ხართ, გამოსახულება იბნევა და შეფერხება კონტროლში უფრო საგრძნობია. ამას სწრაფი ინტერნეტიც კი არ შველის, რადგან ღირაკის დაწოლის შემდეგ ინფორმაცია Wi-Fi-ით ან კაბელით უკავშირდება სერვერს. იქ მუშავდება და ხდება ანალიზი, რას დააწექით. ამის შემდეგ თამაში რეაგირებს და გამოსახულებას თქვენამდე მოფრინავს. იმავე კაბელით ან ქსელური კავშირით და ეს წამის მიასედებში უნდა ხდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშის ადეკვატური მართვა შეუძლებელია.
არა უშავს თუ ეს შეფერხება სტაბილურია, თუ სურვილია, შეიძლება ადაპტირება და შეჩვევა, მაგრამ თვითონ შეფერხებაც არა სტაბილურია. შესაბამისად, შეუძლებელია იწინასწარმეტყველოთ, როგორ შედეგს მიიღებთ ღილაკის დაწოლის შემდეგ. თუ სიუჟეტურ ან დაბალი რეაქციის მომთხოვნ თამაშებში ეს პრობლემა ნაკლებად თვალშისაცემია და თამაში კომპრომისების ხარჯზე, მაგრამ მაინც შესაძლებელია, უკვე შუთერებში, სადაც ელვისებური სიჩქარე და მართვის სიზუსტეა საჭირო, პრობლემა იმდენად კრიტიკულია, რომ თამაში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამას სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტი გამოასწორებს ეკრანზე მიმდინარე პროცესის და თქვენი თამაშის სტილის ანალიზით და შეძლებს იწინასწარმეტყველოს რის გაკეთებას ვცდილობთ და input lag-ი რაღაც მისაღებ დონემდე დავა. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდის დონეზე. რეალური პროგრესი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ გვაქვს. ამაზე მხოლოდ Microsoft-ი ზრუნავს სერიოზულად მისი cloud gaming-ით. მაგრამ Xbox-ის საქმეები არც ისე კარგადაა და რაღაც ანალიტიკა Phil Spencer-ის ქმედებების გამო ძალიან რთულია. ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს, გვპირდებიან მესამეს და თუ საქმეები ასე გაგრძელდა, სადაც Xbox-ი ყველაფერია კონსოლის გარდა, თქვენი smartphone-ი, ტელევიზორი, კომპიუტერი, კარდიო აპარატი, შემდეგი ქმედების წინასწარმეტყველება რა იქნება შემდგომში, ასაკოდათ იქნება თუ არა Xbox-ი, ძალიან რთულია, რადგან გაუგებარია რას ყიდიან და რა ფორმატით. Microsoft-ის ლოზუნგი უნდა იყოს არა be what's next, ანუ იყავით რა შემდეგ მოდის, არამედ არასწორად გაგვიგეთ და ლოგოტიპი უთავმხედარი შეეფერება Microsoft-ს. სწორედ გამიგეთ, მე მიმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში მაინც საქმე cloud gaming-ამდე მივა, მაგრამ არა როგორც მასიურ პლატფორმამდე, არამედ როგორც ბაზრის საკმაოდ მსუყე პროცენტის მქონე პლატფორმა ან სერვისი და Microsoft-ი ამაში წამყვანი კომპანია იქნება. კონტროლის შეფერხება ეს ერთია, დავუშვათ ეს პრობლემა მოვაგვარეთ. შემდეგი მომენტი ეს არის გარჩევადობა, ანუ გამოსახულების ხარისხი. თუ თამაში ჩართულია რაღაც გამოსახულების ხარისხი, მაგალითად HD, Full HD და ღმერთთან უკრას 4K, ასეთი გამოსახულება მოსულობითია და მისთვის უფრო მძლავრი და სტაბილური ინტერნეტია საჭირო და მინიმალური მისი ცვლილებისას, გულისხმობ ინტერნეტის ვარდნისას, გამოსახულება მკვეთრად გაუარესდება, კადრული სიხშირე და ზოგადად თამაშის ლოგიკა რო შეინარჩუნოს. და დღეს რა ხდება ამ ყველაფერში? გავარკვიეთ საიდან წამოვიდა, გავარკვიეთ რა არის. დღეს რა სერვისები გვაქვს? დღეს ყველა პლატფორმის მფლობელი გთავაზობთ cloud gaming-ის თავისებურ ვერსიას. Sony-სთან ეს PlayStation Plus-ია. მისი საშუალებით შეგიძლიათ ითამაშოთ Sony-ის ზოგიერთი თამაში PlayStation 4-სა და 5-ზე და კომპიუტერზე. მისი მთავარი კონკურენტია Microsoft-ის Xbox Cloud Gaming-ი. წარმოუდგენლად კარგი სერვისია, რომლითაც შეგიძლიათ ითამაშოთ Xbox-ის ბიბლიოთეკიდან ლამის ყველა თამაში, თან ყველა სახის მოწყობილობაზე, დაწყებული smartphone-ებიდან დამთავრებული ძველი კომპიუტერით. მთავარია შესაბამისი ინტერნეტ კავშირი. თუმცა ზემოთ აღნიშნული პრობლემები არცად არ მიდის. არის GeForce Now კომპანია Nvidia-სგან, რომლისთვის აპლიკაციას კი არ გჭირდებათ, უბრალოდ Google-ის ან Apple-ის ბრაუზერია საჭირო. არის Amazon Lune. თვითონ საიტზე ნახე როგორ უწერეთ ტრანსკრიფცია Lune. არის Amazon Lune, L-U-N-E. საინტერესო მიდგომა ნამდვილად, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს არ გათავისუფლებთ იმ პრობლემებისგან, რომელიც ზემოთ აღწერე, რაც თვითონ ინფორმაციის გადაცემას ეხება დიდ დისტანციებზე. მე cloud gaming-თან ნეიტრალური დამოკიდებულება მაქვს. ერთხელ კარგია, ძალიან ბევრს ადამიანს აქვს საშუალება ეზიაროს თამაშების ინდუსტრიას, მაგრამ მის მომავალს ხედავ სულ სხვა მიმართულებით. ერთგვარ ჰიბრიდულ ვარიანტში, როდესაც თქვენ ტელევიზორთან, კომპიუტერთან, მონიტორთან გიდევთ რაღაც მინიმალური სიმძლავრის მქონე მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია თამაშის საბაზისო გრაფიკის, თამაშის ლოგიკის და კონტროლის დამუშავება ადგილზე. ხოლო უფრო რთული, მაგალითად ანარეკლების ნგრევის ანიმაციის და ზოგადად თამაშის გრაფიკის დასამუშავებლად უკვე ონლაინ სერვერები გამოიყენება და სინქრონიზირდება თქვენს გამოსახულებასთან, რაც არნახული გრაფიკის და ურთიერთქმედების რეალიზაციის საშუალებას იძლევა. რაღაც მსგავსზე დადიოდა ჭორი, სანამ გამოვიდოდა Xbox Series S და X, თითქოს და Microsoft-ი აქცენტს აკეთებს სერვერულობაზე და ჰიბრიდულ კონსოლზე. მაგრამ როგორც ჩანს, არარენტაბელური იყო ეს მიმართულება.
ან არასწორად გავიგეთ ისე. გეიმინგი ასევე კლავს მოდიფიცირების საშუალებას. როდესაც თქვენ ფაილები გაქვთ თქვენს კომპიუტერზე გადმოწერილი, თქვენ გაქვთ მასთან წვდომა და შეგიძლიათ შეცვალოთ რაღაცა მოდიფიცირება, ანუ შეცვალოთ პერსონაჟი, მისი გარეგნობა, ჩაცმულობა, გარემო. თქვენ ფიზიკურად გაქვთ წვდომა ფაილებთან, თქვენ შეგიძლიათ cloud სერვისებზე, თქვენს არ შეგიძლიათ, თქვენ გაქვთ წვდომა მხოლოდ თამაშთან. მოდიფიკაციების მნიშვნელობას გაიგებს მხოლოდ Resident Evil-ის მერვე ნაწილის მოყვარულები. ერთი მთავარი პრობლემა ეს არის ის, რომ თქვენ ონლაინზე მიჯაჭვული რჩებით. აი დაუშვათ ჩუქი გამოირთო, რა გამოდის? შინაურებს უნდა ვილაპარაკო? ასევე დგება დაკარგული თამაშების პრობლემა, როდესაც იყო თამაში, წარმოებელს დაუმთავრდა ლიცენზია და ამოიღო გაყიდვებიდან. დამთავრდა, ის გაქრა. დღეს ამ პრობლემას ენთუზიასტები და მათ მიერ შენახული ბიბლიოთეკები აგვარებს, რომელიც ღია წვდომაშია. Cloud-ის შემთხვევაში კი ისინი სამუდამოდ დაკარგულია. ახლა კი შევაჯამოთ ეს ყველაფერი. მე ჩემს პირველ ვიდეოში ვამბობდი, რომ თამაში ეს არ არის მხოლოდ ეკრანზე მიმდინარე პროცესზე ყურება. ეს ტაქტილური შეგრძნებებიც არის, ნახევარი ტაქტილური შეგრძნებებია. უბრალოდ თვალს უხარია, როდესაც რაღაც, რასაც ყოველდღე თავთ გვერდით გიდგას. ან თაროზეა საყვარელი დისკების კოლექცია. ეს ერთგვარი სუბკულტურაა, შეგროვების პროცესი, კოლექციის შევსებით გამოწვეული სიხარული. არის ხალხი, ვისაც საერთოდ არ ადარდებს ეს კონსოლები, დისკები, თაობები, უბრალოდ პერსონალურ კომპიუტერზე თამაშობენ, მაგრამ ნუ თუ ესთეტიურ სიამოვნებას არ განეჭებთ თქვენს მიერ აწყობილი კომპიუტერი, მისთვის შერჩეული დეტალები, მისთვის გამოყოფილ კუთხეში დაждდომა და საყვარელი თამაშის სამყაროში გადაყვარვა. ნუ თუ არ ჯობია ეს უბრალოდ ჰაერის ყიდვას, სადაც არც კი ფლობთ იმას, რაშიც ფული გადაიხადეთ, შეხებაც კი არ შეგიძლიათ და თუ სერვისი დაიხურა, მთელი თქვენი ბიბლიოთეკა ნულდება, უბრალოდ არსად მიდის. ნათელი მაგალითია Google Stadia, რომლის სერვერების დახურვამ გამოიწვია მოთამაშეების ბიბლიოთეკების გაქრობა. Google-მა კი დააბრუნა თანხა, მაგრამ მთელი თქვენი თამაშის პროგრესი, ყველა ლოკაცია, რომელიც გახსენით, ყველა ნივთი, უნიკალური მოვლენა, რომელიც გადახდა თქვენს პერსონაჟს და თქვენ მასთან ერთად გაქრა, ის აღარ დაბრუნდება. თამაში თავიდანაც რომ გამოიწეროთ, ეს უკვე იგივე, მაგრამ მაინც სხვა თამაში იქნება. ამ პრობლემას ვერაფერი მოაგვარებს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა სერვერს. მაგალითად, Xbox Cloud Gaming-ი დაცულია ამისგან, რადგან ერთიანია თქვენი პროგრესი ყველა პლატფორმაზე, თუმცა Cloud-ის დახურვის შემთხვევაში თამაშის გაგრძელებისთვის დაგჭირდებათ Xbox-ის ყიდვა, თუ ის ამ დროისთვის რა თქმა უნდა იარსებებს. ჩემთვის ეს თამაშის მეთოდი ცოტა არ იყოს უცხოა, მაგრამ მესმის იმ ადამიანებს, ვისაც არაფერი არ ადარდებთ გარდა თამაშისა და თამაშის პროცესისა. სრულიად მისაღებია. ეს ინდუსტრია, თამაშების ინდუსტრია ვითარდება და მოდით ვნახოთ, როგორი იქნება Cloud-ის მომავალი. აწერეთ თქვენი აზრი ამის შესახებ კომენტარებში. რას ფიქრობთ Cloud-ზე? რომელ Cloud სერვისებს სარგებლობთ, თუ ასეთით სარგებლობთ? მიგაჩნია თუ არა, რომ ეს არის თამაშების მომავალი? სწორი მიმართულებით მიდის თუ არა Microsoft-ი და ზოგადად მოგეწონა თუ არა ეს ვიდეო. ეს იყო რეტრო დილეტანტი. მადლობა და ნახვამდის.